საქართველოში საერთაშორისო ღვინის კონკურსი IWS-ის გამარჯვებულების ვინაობა უკვე ცნობილია. ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსში წელს უპრეცედენტო რაოდენობის ქართველი მეღვინე და კომპანია მონაწილეობდა. ღონისძიების ფარგლებში 34 ოქროს, 125 ვერცხლისა და 155 ბრინჯაოს მფლობელი გამოვლიდა. IWS-იმ საქართველოში ტრადიციულად საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავური გუნდი ჩამოიყვანა, რომელთა გამოცდილებითა და ცოდნით კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდა. ჟიურის შემადგენლობას ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და IWS-ის ჟიურის კომიტეტის წევრი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობდა. 7 წარდენი ნიმუშიდან ავიღეთ 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ამასთანავე გავხდით წლის საუკეთესო წარმოებელი კომპანია და ტოპ 10 ახალგაზრდა მეღვინე საქართველოში, ერთი ნომინაცია მეერგო მე. ძალიან მნიშვნელოვანი არის ასეთი ღონისძიების ჩატარება ჩვენთვის და ჩვენი კომპანიისთვის, რათა სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულმა ჟიურის წევრებმა განსაზღვრონ და სწორად შეაფასონ ქართული ღვინო. ეს ჩვენ გვაძლევს мотивაციას, რომ არ დავყარდოთ იმისი შეგრძნება, რომ ქართული ღვინო მაქსიმალურად უნდა გავიდეს სოფლიო ასპარეზზე. ეს კონკურსი რო ტარდება არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის და სხვა კომპანიებისთვისაც, იმიტომ რომ ეს ტარდება საქართველოში, სხვა დროს გვიწევს გაგზავნა უცხოეთის სხვა ქვეყნებში და ეს გაგზავნა სირთულეებთან არის დაკავშირებული და აქ რო ჩამოდიან და აქ რო ტარდება კონკურსი, უფრო ბევრი ნიმუში გაგვაქვს თამამად, იმიტომ რომ მიტანის ხარჯები პრაქტიკულად არ არის, გადაზიდვის ხარჯები და იქ ყველა შეფასება ჩემთვის არის მნიშვნელოვანი, თუ ოქროს მედალს თუ მივიღებ, კარგია, ვიხარია და რაღაც თვით დაჯერებულობას გვაძლევს, თუ მივიღებ ბრინჯაოს მედალს, იმს იქ ვცდილობთ, რომ თქვათ, ისიც რა აკლია იმას, რომ გავხადოთ ისიც შემდეგში ოქროს მედალი. უკვე მე-4 წელია საქართველოში ტარდება IWS-ის კონკურსი. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ეს არის კიდევ ერთი აღიარება საქართველოსი, როგორც მეღვინეობა, მევენახეობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანესი ქვეყნის. ვფიქრობ, რომ წელს ერთი ტენდენცია გამოიკვეთა, პირველ რიგში ის, რომ აქამდე ჩატარებულ კონკურსებს შორის ყველაზე მეტი მედალი და მათ შორის ყველაზე მეტი ოქროს მედალი, 30 ოქროს მედალი დარიგდა, რაც ძალიან გვახარებს. ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად მატულობს ოქროს მედლების რაოდენობა, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ერთგვარ ჰაბად ყალიბდება რეგიონალურად საქართველო.